იცით რა, მე ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკა, რასაც ეს ხელისუფლება აწარმოებს ოპოზიციის და პოლიტიკური ოპონენტებისთან მიმართებაში, არის ყველაზე კარგი დასტური იმის, რომ ამ ხელისუფლებამ თავად იცის, რომ მას აქვს დაკარგული ქვეყანაში დემოკრატიული ლეგიტიმაცია. ანუ ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ არ ვიცი, ხვალ შეიძლება მიიღოს კანონი, რომელიც არ ვიცი, მაგალითად სისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებს ჩემია, თქვენია, ნებისმიერი ადამიანის, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მათ ლეგიტიმურობას, რეალურად თავად არის დარწმუნებული, რომ მას არ გააჩნია დემოკრატიული ლეგიტიმაცია. დემოკრატიული ლეგიტიმაცია ნიშნავს რას? რომ ის აღარ სარგებლობს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მხარდაჭერით, ანუ მარტივად რო ვთქვათ, ისინი თავად არ იციან და თავად არიან ყველაზე კარგად, ასე ვთქვათ, და მყარად დარწმუნებული იმაში, რომ მათ 2024 წელს არჩევნები წააგეს რეალურად და რომ არა გაყალბება, ისინი დღეს ხელისუფლებაში არ იქნებოდნენ. და ამიტომ დღეს ივანიშვილი ესე ხედავს, რომ მისი ერთადერთი გზა, რომ შეინარჩუნოს ქვეყანაში ძალაუფლება, არალეგიტიმური ისევ ასე ვთქვათ, დემოკრატიულად არალეგიტიმური პროცესით, ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის და პოლიტიკური ოპონენტების განადგურება, მათ შორის სამართლებრივი დევნის აგრძალვის, თუ ასე ვთქვათ, სხვა გზით. ეს არის ჩვეულებრივი გზა, რომელიც აქვს გავლილი არაერთ ავტოკრატიულ რეჟიმს და სამწუხაროდ საქართველოს დღეს დგას ამ გზაზე, იმიტომ რომ რეალობა არის მარტივი 2024 წელს ჩვენ გაერთიანებული ძალებით, ასე ვთქვათ, ერთ ჯამში ერთობლივად ყველა იმ ოპოზიციურმა პარტიამ, რომლის გაუქმებასაც დღეს ცდილობს ივანიშვილი, მოვუგებთ რეალურად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები რო ჩატარებულიყო, საქართველოს ეყოლებოდა კოალიციური ხელისუფლება, ეს იცის ივანიშვილმა და დღეს მისი ამოცანა არის, რომ მარტივად რო ვთქვათ, წინა არჩევნებში გამარჯვებული პარტიები გაანადგუროს, სხვა მას დღეს რაიმე ამოცანა ამ პოლიტიკურ დევნასთან მიმართებაში ოპოზიციის ცხადია, რომ არ აქვს. კი ბატონო. და ქალბატონ სალომე, ასევე მინდა ვისაუბროთ უკვე შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის რეგიონში დაგმულ ვიზიტთან დაკავშირებით. ბატონი ვენსი დღეს ჩავა სომხეთში, შეხვდება ფაშინიანს, ვიცით რომ საღამოს იქნება ერთობლივი განცხადება, ხვალ უკვე მიემგზავრება აზერბაიჯანში და მის დღის წესრიგში ვერ მოხვდა საქართველო, მაგრამ აი ქართული ოცნების ხელისუფლება, ყაველაშვილი იქნება თუ საგარეო საქმეთა მინისტრი, აი ამშვიდებენ საზოგადოებას და ამბობენ, რომ აი ყაველაშვილს მაგალითად ძალიან კარგი კომუნიკაცია ჰქონია თურმე ბატონ ვენსთან იტალიაში და რომ რაღაცა თბილი საუბარი ჰქონდაო, პატრიარქიც კი ახსენაო და ესეთი რაღაც თქვაო, რომ აი რაღაცა უფრო სწორი რომ ვიყო მაკა ბოჭორიშვილის კომენტარია, რომ არც თუ ისე სახარბიელო მემკვიდრეობა ჰქონია მოკლედ ტრამპს წინა ადმინისტრაციასგან საქართველოსთან ურთიერთობის კუთხით და ამიტომ უნდა გადავიტვირთოს ეს ურთიერთობებიო. რა სიტყვით თქვენ აი ეს იტყუება მაგალითად ყაველაშვილი, როდესაც ამბობს, რომ თურმე ესე თბილად შეხვდნენ ის და ვენსი ერთმანეთს და ბევრ რაღაცაზე მოასწრეს საუბარი და ასე შემდეგ. ხო, ნუ ახლა ყაველაშვილის კომპეტენცია რამდენად აქვს ზოგადად რომ შეაფასოს რამე ჯერს ერთი არანაირი შეხვედრა არ გამართულა, ეს იყო რაღაც ერთობლივი და დაახლოებით იგივეა ერეფანში რომ ვიღაცას შეხვდა და ხელი ჩამოგართვას რდილობისთვის და მერე გამოაცხადო რომ რაღაც ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. ოფიციალური შეხვედრები გაიმართა, მათ შორის ამერიკული დელეგაციის იტალიაში, ოღონდ ყაველაშვილს არავინ არ შეხვედრია რეალურად, სადღაც გადაეყარა ქუჩაში ვიღაცას ერეფანში და ხელი ჩამოართვას რდილობიან ხალხი, საერთოდ ესე იქცევა. რაც შეეხება მის უნარს რომ შეაფასოს, მე არ ვიცი რა ენაზე ესაუბრა, ესეც საინტერესო არის საერთოდ და მეორე როგორ შეიძლება რომ მას ჰქონდეს რაიმე უნარი შეაფასოს შეხვედრა ან საუბარი კარგი იყო თუ ცუდი, იმიტომ რომ რა ვიცი, ხო ამას წლები სჭირდება დიპლომატიური გამოცდილების, რომ ხვდებოდე კონტექსტს, იმიტომ რომ არ ვიცი ყაველაშვილი რას ელოდებოდა, თუ ელოდებოდა რომ თავში უნდა წამოერთხა მისთვის ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს, ესე არ ხდება დიპლომატიურ გარემოში, ამიტომ
კარგი და ცუდი, როცა ამაზე საუბრობს ყაველაშვილი, ცოტა სასაცილოა ჩემი აზრით დიპლომატიური კონტაქტის შეფასებისას ჩვენ რომ ასე ვთქვათ მის რაღაც შეფასებებს დავაყენოთ. ფაქტი არის ერთი და ფაქტი არის შემდგომი, რომ დღეს ჩვენს რეგიონში სტრატეგიულ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენ ჩაგვანაცვლეს, შეიძლება ითქვას ასე, საქართველოს გააგდეს სტრატეგიული თანამშრომლობის სივრციდან ამერიკის და ჩაგვანაცვლეს ჩვენი მეზობლებით. სომხეთი და აზერბაიჯანით, რომელთანაც ასევე დღეს მოვისმინე უვიცი ქართული ოცნების უვიცი წარმომადგენლების რაღაც კომენტარები, რომ არაფერს არ ნიშნავს თურმე ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ჩვენ მეზობელ ქვეყნებში. მე მათ ვურწევ, რომ არ ვიცი, წერა-კითხვა წესით უნდა იცოდნენ და ინტერნეტში რაც მოიპოვება ის წყაროები მაინც წაიკითხონ და წაიკითხონ რა პაკეტით ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში, ოღონდ ჩვენს მეზობლებთან, ჩვენთან არა. ეს არის უზარმაზარი სტრატეგიული თანამშრომლობის შეთავაზება, ეს არის ინვესტიციები, უზარმაზარი ამერიკული ინვესტიციები, რაც ნიშნავს იმას, რომ თავისთავად უკვე სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხი ხდება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩვენი მეზობლების, ასე ვთქვათ, რეგიონი და ის სატრანზიტო გზა, რომელიც შენდება, რომელიც აქტიურად შეიძლება ითქვას, რომ დიდწილად მარგინალიზაციას უკეთებს საქართველოს პოტენციალს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის. საქართველოს ამ დროს რჩება აი ამ, ასე ვთქვათ, ცარიელი ტყუილების ამარად, რომელიც ჩვენ უნდა შემოგვასწავლოს. სხვათა შორის, ქალბატონ სალომე, აი ამაზე ამბობენ ამ ვიზიტზეც, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული ტრამპის მარშრუტის ფარგლებში ვიზიტია და საქართველოს ბუნებრივია ვერც იქნებოდა დღის წესრიგში, ესეთი ტიპის გამართლებაც აქვს სხვათა შორის ქართული ოცნების წარმომადგენლებს. ოღონდ მე მინდა რომ საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ თუ შევხედავთ არჩევნების გაყალბებიდან და შემდეგ ირაკლი ყობახიძის მიერ საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ გამოცხადებულ ევროპულ გზაზე უარს, ასე ვთქვათ, და აი ამ გასულ თითქმის უკვე 2 წელიწად-ნახევარს თუ შევხედავთ, საქართველოში არავინ აღარ ჩამოდის, იმიტომ რომ ამავე პერიოდში აზერბაიჯანში, სომხეთში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან, მათ შორის აზერბაიჯანში ეს იყო მრავალი წლის მანძილზე პირველი ვიზიტი, როდესაც ევროკომისიის ხელმძღვანელი პირები ეწვიან აზერბაიჯანს. ეხლა მრავალი, მე მგონი არ ვიცი 15 წელიწადია თუ მეტი, რაც ჩვენს რეგიონში არ ჩამოსულა მსგავსი რანგის სტუმარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და უკანასკნელი მსგავსი რანგის ვიზიტი, რომელიც განხორციელდა, მე ყველას შევახსენებ, ეს იყო სწორედ საქართველოში, მათ შორის საქართველოს პარლამენტს სიტყვით მიმართა, ყველას მინდა შევახსენო მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა ბატონმა ბაიდენმა. აი ეს ყველაფერი თუ ვინმეს აინტერესებს, ასე ვთქვათ, როგორ გამოისახება საქართველოს იზოლაცია, საქართველოს აბსოლუტური მარგინალიზაცია და მართლაც აი ამ რაღაცა პატარა სოფლად გადაქცევა, რომელიც ივანიშვილი ვიანოცა თავის დროზე როგორც საკუთარი საგარეო პოლიტიკური ამბიცია, თავისთავად საინტერესო ამბიციაა, რომ საკუთარი სახელმწიფო გადააქციო ყველასთვის უინტერესო და უნიშნელო სოფლად. არ ვიცი, ალბათ მრავალმეტყველია თვითონ ადამიანზე, რომელსაც მსგავსი ამბიცია აწუხებს. აი ეს განხორციელდა ძალიან დიდი წარმატებით, იმიტომ რომ საქართველოს დღეს მართლაც არავისთვის აღარ არის საინტერესო და მხოლოდ ამას აჩვენებს ის, რომ დღეს ჩვენ ვართ ჩანაცვლებული აბსოლუტურად გარიყული საერთაშორისო პროცესებიდან, რომელიც ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ დღეს ისე ვითარდება, რომ საქართველოს რო დღეს ყავდეს ეროვნული ხელისუფლება, ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად წარმოუდგენელი შესაძლებლობები გვეძლევა ჩვენ დღეს როგორც ევროკავშირში გაწევრიანების, ასევე ანაკლიის სპორტის პოტენციალით, ჩვენ ნახეთ ევროკომისიის ახალი კვლევა. ამაზე მინდოდა დამესვა კითხვა სულს. სხვა ხელისუფლება ქვეყნის მართვისა და ვეებში.
კი ბატონო, და ვისაუბროთ ევროკომისიის კვლევაზეც, ქალბატონ სალომე, სადაც პირდაპირ ნათქვამია, რომ ანაკლიას შეუძლია საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები და შუა დერეფანში მისი როლი მნიშვნელოვნად გააფართოვოს. რას იტყვით აი ამ კვლევასთან დაკავშირებით, დოკუმენტის თანახმად საქართველოში, ან ბათუმსა და ფოთის პორტების მოდერნიზაციის, ასევე ანაკლიის ღმერთლოვანი პორტის აღდგენა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვკითხულობთ, რომ რათა წყალქვეშა კაბელისთვის და განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის საჭირო მძიმე აღჭურვილობის გადატანა და მარხვა მოხერხება. სტრატეგიულ მნიშვნელობაზე არის საუბარი ფაქტობრივად ანაკლიის პორტის, ხო? აი ამ კვლევაშიც რას იტყვით და აი ვხედავთ, რომ ანაკლიის პორტში არც არაფერი არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ დაგვირდა ქართული ოცნება, რომ ნახავდით ჩვენ ამ პორტის მშენებლობას, ხო? მათ შორის ჩინური კომპანიების ჩართულობით, მაგრამ რაღაც სიახლეებს და ძვრებს ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ. ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არა მხოლოდ ვაშინგტონში, არამედ ბრიუსელშიც ეს არის სწორედ პოლიტიკა ჩვენს რეგიონთან, ფართო რეგიონთან მიმართებაში, როგორც შავი ზღვის რეგიონი, ასევე კასპიის ზღვის, ანუ ცენტრალური აზიის რეგიონი დღეს არის ერთ-ერთი მთავარი ყურადღების ცენტრი ევროკავშირის პოლიტიკის და მათ შორის დეკემბერში მოვაქვეყნეს სწორედ ბრიუსელში ამასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა ევროპის პოლიტიკა როგორი უნდა იყოს ახალი რეგიონთან მიმართებაში, იმიტომ რომ ცხადია, რომ მათ შორის ევროპის გრძელვადიან უსაფრთხოებას არა მხოლოდ ასე ვთქვათ უსაფრთხოებას სამხედრო თვალსაზრისით, არამედ მათ შორის ენერგოუსაფრთხოებას, მათ შორის სტომას იმ მინერალებზე, რომელიც არის აუცილებელი თანამედროვე ეკონომიკისთვის, ცენტრალური აზიის მნიშვნელობა ძალიან გაიზარდა და შესაბამისად გაიზარდა ჩვენი რეგიონიც, ასე ვთქვათ, როგორც შემაკავშირებელი, თუ ვნებავთ ცენტრალური აზიის რეგიონთან. ამიტომ ეს კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა, აჩვენებს კიდევ ერთხელ და ადასტურებს, რომ შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიის შემდეგ, რომელიც გასულ წელს გამოქვეყნდა, სულ უფრო, ასე ვთქვათ, პრიორიტეტების ჩამონათვალშია ევროპის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი რეგიონი. თუმცა პრობლემა არის შემდგომში. ჩვენ რო qველოდა დავუშვათ, რომ qველოდა გასული წლების მანძილზე არა რუსული მარიონეტული ოლიგარქატი ქვეყნის მართვის სათავეებში, არამედ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული დემოკრატიული გზით და ეროვნული საქართველოს ინტერესების ინტერესებში მყოფი იქნებოდა უკვე დიდი ხნის აშენებული, იმიტომ რომ ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ჩვენი ფუნქციის განსაზღვრას როცა ვცდილობთ მსოფლიოში, მათ შორის დიახ სატრანზიტო ფუნქცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ასევე გარე სამყაროსთვის იყო ჩვენ შემთხვევაში პრიორიტეტული. ანაკლიის პორტი ამ შემთხვევაში ეს თვისობრივად სხვა, ასე ვთქვათ, განზომილებაში გაყავდა ჩვენი ქვეყანა. და აი სწორედ ეს სტრატეგიული მნიშვნელობა გაუქმა ჩვენს ქვეყანას რუსეთის მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილმა და ამ კვლევამ ევროკავშირის კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ რასაც ვამბობთ, რომ ანაკლიის პორტი ეს არის გასაღები, საკვანძო გასაღები ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების, მშვიდობის და უსაფრთხოების, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურდა ამ კვლევაში მოცემული შეფასებებით და კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს საზოგადოებამ, რა დანაშაულს ჩადის ივანიშვილის სახელმწიფოს განადგურებით. კი ბატონო, და ქალბატონ სალომე, კი ბატონო, და ბოლოს გკითხავთ, აი რა მოლოდინი გაქვთ ხვალინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებითაც, აი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხოლოდ წინა სასამართლოს ხდომა იმართება, მოკლედ აი ამ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე 8 პოლიტიკოსის მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით და დაგემშვიდობებით. ხო, მოლოდინი ახლა რა უნდა გქონდეს, სასამართლო დამოუკიდებლობა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს და რა დავალებასაც მისცემენ, იმ დავალებას შეასრულებენ, მაგრამ მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს დაკარგული კიდევ ერთხელ ვამბობ, ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა არა რომელიმე პარტიის, არა რომელიმე პოლიტიკოსის ან პოლიტიკური ლიდერის თვალში ან მათი შეფასებების გამო, არამედ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი მმართველობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დასრულდა
სიღატაკის გაზრდით, სიღარიბის გაზრდით, ფასების გაზრდით, საერთაშორისო იზოლაციით და ზოგადად საქართველოს მოქალაქე დღეს ბევრად უარესად ცხოვრობს, ვიდრე ცხოვრობდა მაშინ, როდესაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. და ამ რეალობას ვერ შეცვლის ვერც ერთი პოლიტიკოსის დევნა, ვერც ერთი პოლიტიკოსის დაჭერა და დაპატიმრება. და ამ რაც სწრაფად დაუბრუნდება დემოკრატიულ პროცესს ქვეყანა, მით უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის, მისი ყველა მოქალაქისთვის და მათ შორის ივანიშვილისთვის.